არის რაღაც გამორჩეული კადრები, რომელიც განსაკუთრებით მძიმე საყურებელია და ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ყველაზე უმძიმესი სანახავია, როდესაც ივანიშვილის ცოფიანი ძაღლები რუსთაველზე დედას ხელიდან გლიჯავენ შვილს და მიყავთ მიათრევენ საწამებელ მანქანაში და აი ამ დედის განწირული კივილი ეხლა წყურებში მიდგას და ვერ ვისვენებ დღემდე როგორ კივის არ წამართვათ ჩემი შვილიაო. აი წარმოიდგინეთ ამ დედის ამ ადამიანის სიმწარე იმ წუთებში რასაც განიცდი და იმიტომ რომ არ იცოდა ცოცხალს ნახავდა შვილს თუ არა, იმიტომ რომ უკვე ნანახი ჰქონდა ამ საბრალო ქალბატონს რა დაუნდობლად უსწორდებოდნენ სხვა ახალგაზრდებს. აი ესე ხელიდან გამოგლიჯეს შვილი და ცემატყეპით წაათრიეს და აი ამ ქალის კივილი დღემდე ყურებში მაქვს რა და აი ვერაფრით ვერ ვისვენებ რა და რა გამახსენდა იცით აი ასეთი საშინელი კადრები მხოლოდ აი ძველი საბჭოთა ისტორიულ ფილმებში მაქვს საქართველოზე გადაღებულ ისტორიულ ფილმებში, როდესაც ყიზილბაშები ჩვილ ბავშვებს გულმკერდიდან ტაცებენ დედებს და ეგრევე კოცონში რო ყრიდნენ ან თავით რო ანარცხებდნენ ქვაზე და აი ის ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმა აი მაგ სცენების ნახვით აი ამან გამიცოცხლა და ათმაგად გამიმძაფრა ყველა გრძნობა რა და ახლა იმას ვფიქრობ ესოხერი ისინი ხო სპარსელები იყვნენ, ირანელები იყვნენ და ჩვენ მათთვის მტერი ვიყავით ხო? აი ეს დედამოტყნულები როგორ ბედავდნენ და როგორ აკეთებდნენ ამას ჩემამდე არ დადის რა აი ეს მართლა ცოფიანი ძაღლები ესენი და დარწმუნებული ვარ რომ იმასაც ბედავდნენ რომ სადღაც სუფრაზე საქართველოს საგრძელოს სვავენ ეს დედამოტყნულები დღეს აი არ ვიცი აი რა სიტყვებით ვაგინო რა წყევლით დავწყევლო სიტყვიერად როგორ გამოვხატო ის ზიზღი რაც მათ მიმართ ამაქვს რა გულში ჩაბუდებული მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი აი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე თითოეულ მათთაგანს დედას მოუტყნავთ აი შანსი არა აქვს გადარჩენის